გამარჯობა მოგესალმებით გაგანია ზაფხულია და კაცები კვლავ YouTube-ზე არ ვაგდებთ არც ერთ კვირას მართალია წინასწარ გვაქვს ჩაწერილი წინასწარ გვაქვს აი ხა მე მაგალითად უნდა ვთქვა რომ გაიხსნა ჩემი საკავავით შენ არ არის გახსნილი მაგრამ შენ რო გისმენ და უკვე მოდით მიირთვით და შენ არ არის გახსნილი მე ხა ყვაზე ვარ მართლა ბიჭო ფრთხილად ხავი არ დაიცო ამინდები კარგი შეხოდა არა ძალიან აძრევიცი ათითხე წიმა მე შენ არ გაჩვენებსო ჯერ არ რანაირი ამინდი მაგრამ შენ საკავებზე ნებისმიერ დროს შეგიძლია მაგის თქმა იმიტომ რომ მაინც არ არის გახსნილი და ხო მაგრამ ეხლა მინდა ვთქვა რომ მობრძანდით კაცო კარგი გემრიელი კაბაბია მაგრამ გახსნილია მოკლედ საკაბობე დღეს დიდი შანსია რომ ბოდიში მარტო ჯანელას ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლი ისევი მოთახში ზის კონდიციონერის ქვეშ დიდი შანსია რომ ეს გადაცემა რომ გავა ხო უკვე გახსნილი იყოს საკაბაბე კი და ვლოგი გქონდეს ჩაწერილი ვლოგი გქონდეს ჩაწერილი საკაბაბი და იმას არცალია და რა უკანა ჩვენ გადავიღოთ იმას უნდა უთხრა რომელს აი ის და ეს არის ეს მაყურებელი ხო და არც ამან არის ის სახელები და მიმართულებითი ჯაფარა ვახოიე და TikToker-ები რომ იყარო არ გინდა TikTok-ი მეც მაგ გახსნილი მართლა კი გახსნა რა ქვია საკაბაბე ვერ გახსნა თორე TikTok-ი გახსნა ჩემი კი არა საკაბაბის TikTok-ი მაგ გახსნილი მართლა TikTok-ში აკეთებ უკვე ლაბაძის ძმის კაბაბი ქვია TikTok-ს და რა კონტენტი გაქვთ? რა კონტენტი გაქვთ? კაბაბი რო გამოდის და ფილოსოფია, ისტორია, არქეოლოგია, ესეთ რაღაცებს განვიხილო. კარგს ჩვევით. კაბაბის TikTok-ი არასდროს. რადგან წინასწარ ვიწერთ ახალი ამბები უნდა წაიკითხოს გიორგი. მიმები ხონია დღეს. მიმები ფანჯგუფი. ფანჯგუფი და შენ უნდა გეთქვა ქონია კი არა დღეს გადავწყვიტე და ვითომ შენ თვითონ გადაწყვიტე რომ იმის მედია უფრო ის გამოჩნდება დავწონე და რახან აგვისტოა და ადრე ვიწერთ მიმები მაინც ისეთია დროს ანუ სელფის რუბრიკა გვაქვს დღეს მიმები დიახ სელფის რუბრიკა მიმებს წარმოგიდგენთ გაიხარე დიდი მადლობა ეს ხვისი ნაშრომია ჩვენი გულშემატკივრების მაგრამ ჩვენ მივისაკუთრეთ რახან მასალად ჩვენ ვართ გამოყენებული. მიდი. ანა თოფურიძე გვთავაზობს ესეთ როგორ ხედავ კაცებს ჯაფარას პოდკასტის მე. როგორ ხედავ კაკაბაძეს. ეს მე რახან გეოლოგიაზე ვილაპარაკე. დაილაპარაკე ესეთი კი არ მოდის. ხო და გეოლოგიაზე პოდკასტი. მაგრამ ყველაზე მაგარი რაც გეოლოგიაზე პოდკასტი ვილაპარაკე რომ ძალიან ეშლებათ მე გეოლოგია და არქეოლოგია თქო და ინდიანა ჯონსი არქეოლოგია. ამ მოქალაქესაც შეეშალა? კი. ცნობილი გეოლოგი პრინციპში იქიდან უნდა აიღო მაშინ. ცნობილი გეოლოგი არის რომელიმე ფილმში? კი. იმაში რა ქვია კომეტა რო ვარდება ბრიუს უილისი რო თამაშობს. არის ტემპერი. არის ტემპერი, ხო, ეგ არის გეოლოგი მანდ. რო აღმოჩენს რომ ისეთ იმაზე დავჯექით რომ გაბურხო ძალიან წრელი. ხო, ნახე. ცნობილი გეოლოგი გითხარი. კიდე გეტყვი ჯურასიკ პარკში ზორი მეცნიერი რომ მოდიან და კი ბატონო. აღარ მახსოვს მაგ სახეობის. აუ დამავიწყდა. მიკროელექტრონიკის სპეციალისტი ვინმე არის ფილმებში. ნახე გეოლოგზე დაბოღმა. რამდენი ჩამოთვალეს. მაგრამ ნუ გეოლოგი კიდე იმაში არის შენ საყვარელ ფილმში Head and Shoulders-ით რო მოუგებენ იმაში ის არის პალეონტოლოგია რომელიც ცივილიზაციაა. ამას სივიებს უგზავნია. ფრენჩი როსი არის პალეონტოლოგი. ხო. თან ბევრი ყველაფერი გამოჩერია ძალიან ფოტოშოპში. რომ მიკროეკონომიკა, მიკროელექტრონიკოსები ხო არიან კაცო? ფიზიკოსები აგერ ეხა რო გამოვიდა ისას უფიზიკოსებით არის ფილმი სავსე. რა ფილმია? ატომურ ბომბას რო იგონებენ მანჰეტენის პროექტი. კი ბატონო. კი ბატონო. ისიც ხო ფიზიკოსი. ანუ არაფერი არ შემშურდა შენი. ხო მაგრამ ცნობილი Big Bang თეორი ფიზიკოსები. თელი სერიალი ერთი გმირი ყველანი ფიზიკოსები არის. წავაგე რა. ოპენჰაიმერი
ოპენჰაიმერი. კი ბატონო. ქართული ფილმი არ გვაქვს ფიზიკოსები. კი, ისა გვაქვს რა ქვია. შერეკილებში ის ფაქტიურად ფიზიკოსია რა. აბა რა არის? ხო, აი ეს კონსტრუქტორია. რა ქვია? არა, ინჟინერ ფიზიკოსი. არა, ვიღაც ნასტუდენტად ფიზიკოსს უნდა გავაყოლო, შვილი, ანუ ფიზიკოსია, ბიძია ბაბუა. სტუდენტი რა თუ არის სტუდენტი ესეთი. ნასტუდენტი ყოფითი ის რა. ნებისმიერ უნივერსიტეტში დამთავრებული არის ნასტუდენტი. როგორ მოიხსენიე? ქრისტეფორე გალურიშვილი. ქრისტეფორე გარიყულა და. ქართულ ფილმში გეოლოგია არის. ფაქტურად ესეც ხდება ხო, მე ფიზიკოსი კი არ ამთავრებს იმას. ხო, მაგრამ ნუ გარკვეულწილად განათლებას იღებს კი. ხო, ირსაოს ბრეგვაძე. ეკონომისტი? მოიცა გეოლოგია არ არის ისა მიხეილ ჯავახიშვილის მთაში როადის და წაწლობის სცენა და რაღაც. აბა რა უნდა მთაში ის? მთაში მარტო გეოლოგები არიან. ფიზიკოსებიც აუცილებლად ხარდა. ენერგეტიკოსი. დამსვლელი. სამთო ინჟინერი. მეც არ მახსენდება გეოლოგი. აი, ეკონომისტზე რა სიტყვა? ეკონომისტი რამდენი ვინ არის იცი გეოლოგი? ის არა ქვია. ლივჩი რო გაიჭედება. არა, ის მარჩეიდერი. მარჩეიდერი გეოლოგიის ნაწილია. არა. გადავედი სამთო შორის თან კი არ იჭედება, სხვა იჭედება და ამას გამოყენს. ხო. ეკონომისტები ბიჭო იროდიონი სხვა. მთელი ნაწარმოები გვაქვს ეკონომიკის ფაკულტეტზე. მთელი ნაწარმოები გვაქვს ეკონომიკის ფაკულტეტზე. მაგალითად დუმბაძე ხო ის არის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა კი არა. ნებები ილიკო და ელერიონში მანდარაბერებს ზიან ვამეშს მანდხდება. Google რა გეხვეწე გადავამოწმე. აი, კასიანე გოგიჩაიშვილის გამოცდა როა რაში არის? მიწის რენტა და ეკონომიკური საკითხები ამოდის, არ გახსოვთ? თავის გატეხვას. სახელის გატეხვა, თავის გატეხვა გერჯებს. მიდი გადაგა. არა და იმაში სცენა მე მგონი გპ-ის სცენარი გადაღებული. ის გპ-ში ხო? ფილმში გპ-ის სცენარი ხო? პირველი კორპუსის სცენარი გადაღებული. ვა, ის მართლა იყო გოგიჩაიშვილი, ოღონ ფილიპე ხო? ლექტორი უნივერსიტეტში და ალბათ ის არის აღებული იმათ პროტოტიპა. იყოს. გადავიდეთ შემდეგზე? არა, კიდე არის ეკონომისტებზე, კაცო, მთელი ამბები. მთელი ბავშვობა მინდა და ინდიანა ჯონსი გამოსულიყავი. ხო, არქეოლოგია ანუ რა. არა, ინდიანა ჯონსი. და ხელოვნური ინტელექტი რო გამოიყენებია და ამ ინდიანა ჯონს ესე ქუდი რომ მოიხდა და გამარჯობა. ხო, აი, მან დუხტე. ხო. კუდია. აი, გადავედით, კარგია ეს. აღარ გვინდა ვიღაცა გააკეთეს. ვიღაცა ჯიგარი. ვა, მაგარი დიალოგია. ვიღაცამ მიწერა ნაძორ. ვიღაცამ ჩააგდო თავის ჩათი, მიმოწერა, ხო? თიკა ზურაბიშვილი თავის მიმოწერას ასაჯაროებს. ვიღაცას წერს. ეთყობა, მან რაღაცა მიწერა. იმან მიწერა რაღაცა ეგეთი ხუმრობა ამის კლასიკიდან რა და ამან თორე რა ვანაძორ და რაებს თიკამ უთრო ვანაძორო და იმან რეებს იძახია. და თიკამ ეს გამოიტანა სამი გატეხილი გულით. ანუ აი აქ დამთავრდა ჩვენი ურთიერთობაო. ვიღაცაზე გული გაწყდა. დათომ როგორ გაუთავადურა ვიღაცას გვარი. ზურაშვილი არის, ზურაბიშვილი კი არა. ზურაშვილი. ვანაძორი кайხანია, ვანაძორი არ გვეთქვი. როგორ არ გვიქვია ყოველ გადაცემაში ამბობს. თვითონ ვანაძორი სიტყვა. ხას აღარ უსვამთ თორე. შეიძლება გადაცემაში არ გვითქვამს თორე სულ ვიძახი და ის მერე დგავ და ეს ფონდში ინახება. ვანაძორის რაღაცა გვინდა ისა რა, ერთეული. რაზეც ყველა ხუმრობები სწორდება რა, ხო არის მეტრის ერთეული რაღაცა და ვანაძორის ხუმრობის ერთეული. ყველა საუკეთესო. ხო, ნიმუში. კი, აი მაშინ სისტემაში რო შევიტანოთ. რომელია შენთვის? ისა რომელი ერთი? ხო იცი რომ როგორც მშობელის ყველა შვილი ნებისმიერი თითი რომ მოაჭრა ეთკითება. შპაკატში და ბათუმში არის ამისი. ეგ არ არის. ვანაძორი. მაშინ სხვა. ანუ ვანაძორი შენც ვერ გაგიგია. ეხა თიკა ზურაშვილი დადებს კიდე სამ გატეხილ გულს და ამ შეფრაზე. ხო, არა. თიკა გაცილებით კარგად ერკვევა. იუმორის ამ მიმართულებაში ვიდრე გიორგი. ხო, მაგრამ ვანაძორი არის მეორე კუთხით თუ შეხედავ. ხო, სიტყვის თამაშია ვანაძორი, კალამბური და ვისვენებ, მაინც ვანაძორი გამოდის. არა კლასიკური, მაგრამ რაღაც. ხო, და ჩვენ კლასიკურზე გვაქვს საუბარი. ხო, იმიტომ რომ ერთეულად ნავიღოთ კლასიკურ. კლასიკა უნდა ავიღოთ. კოჭლი ვანაძორი ესე და. კარგი. ან მაგარი რა იქნება, განჯური ვანაძორი.
რო ის არის? არა, ეგ უფრო აი თვითონ ეს განჯური ვანაძორი უკვე რაღაც ვანაძორია. ნუ ეხა ამას ერთეულად ვერ გამოვიყენე. არა, ცალკე კიდევ ვერ და. თუ არის ძალიან პატარა, როგორც სატოშია, ხო იცი მე ბიტკოინს, ხო? ბიტკოინს, ძალიან. აი როგორც ხო არის იმაში სახეობა და ქვესახეობა რა. ვისაც ვანაძორები გიყვართ, ვანაძორების კრებული გვაქვს, გამოქვეყნებულია და მითითებული იქნება ქვემოთ, შეგიძლიათ დაკლიკოთ და დაისაუბროთ. დაკლიკოთ. დაკლიკოთ. კი, ვიდეო არის თუ რამე გამომცემლობამ დაბეჭდა. გამოუშვა. ვიდეო ფორმატი. ბეჭდურიც გამოუშვათ. ეგ ვანაძორმა უნდა გამოუშვა სომხურ ენაზე. არა, ჩვენ უნდა გამოუშვა და გაუგზავნოთ. ვიღაცა ხა სომეხი მოქალაქე, რომ ვანაძორს კრიფავს, რაღაცა აინტერესებს და უგდებს უცხო ენაზე რაღაც სულხანკაც. რაღაც სისულელებს. კი. არის. ხო მაგარი უცხო. მოდი შემდეგი ვნახოთ. მიდი გიგა. მატილდა ლანდო წერს. პირველი გოგო ბიჭი ხარ ვინც ჩემთან მოვიყვანე. ამ დროს შენი მეზობელი. კი, გასაგეთ იმას გამოხედვას გა. კი, აი ეს. ირიჟაზე რო ზის და გაკვირდება. უკვე ვინ მე? უფრო აივნიდან რა. თან სარეცხმენს. ესეთი რაღაცა დეტალი ჭირდება, და პენსიაზეა უკვე. და თან ამ იმაში რა არის, იცი რომ აი ეს გაკვირდები რომ იცოდე. არა, გელოდება რომ თვალებში ჩამხედე. ამას ხმაც აქვს. ეს არის მე მიკეთებ ოპოს. მე მათუე. ეს კიდე რომელი სახეა? იცი გიორგი რო რაღაცას იძახის და ეს გადამოწმებაზე. ვარი. რაღაცა ნიჭები ხო არა აქ ამას, რაღაცა მოჭარბებული. ეს რა ნიჭია? ეს მაგ მოჭარბებული რა სახელი არის მაგრამ რაღაცა ნიჭი ხო არის. ესე გამოხედე. მიმიკა, იმიტომ მიმებში იმიტომ მოხდა. კი. მართალ 100%-ია. ყველაზე მიმიკური მიმი. მე და ქართველი კაცები ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში. რა კაი ამბავი. მოვიყვანთ ერთმანეთს. გურა მე შენგან ამას არ ველოდი. ეხლა ეს აქ ქონდა ეს სტუდია თუ გახსოვს? არა. მაგრამ იქ. ეს აგურები აქეთ არ გადმოგვიტანია. ამას წინათ ეს რაღაცა ვიდეო YouTube-ზე ერთი რომ თავდება და მეორე რო იწყება, ხო იცი? ჩაერთო ძველი კაცების მაგის გამორთვას გასწავლე. არა, იყო პატარა ისე მიწიო და ხო იცი ვიდეო რო იწყება. Dark Mode-ზეც რა ეგეთია გადასათავი და შენ ამბობდი რომ რაღაცა გული მტკივაო ექიმთან ვიყავიო ესა ისე. ერთი 3 წლის წინანდელი ვიდეო იყო და როგორ ახარ? ხო, როგორ ახარ? ჩინგენ. აუ რამხელა რაღაცა მოყვა, მე მეგონა რაღაცა. კარგია რომ მომიკითხე. რამდენი შეშანა რა უნდა იცი 3 წლის წინანდელი ვიდეოა მაშინ ვერ მოგაქციე ყურა. ხო და როგორ ახარ? გული როგორ აღარ? გადარბენებზე ვიყავ. თან მაგის მერე ამახო რა გაიარა, ახველებდა 6 თვე ნეკნიტკიო და დიდი ხანი. ისაო. ბევრი რამე გადამხდა საკამოდე. გული ხო კარგად არის. რაღაცა რო გეკეთა ეს. ხოლტერი რომ მეკეთე. ო 2 წლის წინ. კი. ო, რა გითხრეს? ეხლა მაგარი პასუხია, ახარ მახსოვს. არა თან არის. ეგ ჰოლტერი როგორი რაღაცა იცი, ეხლა რომ მიიტანო ეგ შედეგები, გეტყვენ კიდე ერთხელ გაიგეთე. იმის მერე იმდენი რამე გამოვიდა. რამდენი ხანია რო ყარხარ? არა, სულ მეკითხება როგორ ხარ რომ არა, აი კონკრეტულად. არა და მანქანით ერთად დადიანს. ნეტა რაზე ლაპარაკობ. მანქანაში რო ამისთვის რომ ვერ მოიცალეს. სულ ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკება და ის არა მაქვს. ანუ თქვენ აქ გაქვთ კონტაქტი მარტო? კი.
რატო დაგყავს? მანქანა რო ჯდება უკვე ლაპარაკობს. და ვინახავ უკვე ტელეფონთან. ხოდა სახში არ გალაპარაკებენ? და საუბარი როგორ თავდება? 90% იმ ტელეფონს საუბრობს. ეხა იმას დაურეკავ და მე დაგირეკავ და გაგაგებინე. ანუ მინიმუმ 2 ზარს კიდე ჩიტოს. 2 ზარს ანონსებს. შენ ფაქტიურად იცახარ. ელაპარაკეთ ხაშურს. რო არ ჩავდებ რაღაცა. მან დიმუშავებდი ძალიან კარგად რა. მუშაობ ფაქტიურად. რატი ციკლაური ჯეისონ ლაბაძე მომოა როგორ გავს? ბიჭო ქვედა არის ლაბაძე? არა, მარჯვენა. არა. ის არის. ხო, გაპასუხე. ჯეისონ მომოა არის, ოღონდ მოაცილეს თმები. ხო, ეგ მიმართულება არის რა. აუ, ყველა ის არის ჯეისონ ლაბაძე არც ერთი ხო, არა. ლაბაძეს ფოტოც რო ყოფილიყო რომ რაღაცით ახოიესაც გავს იცი? ჯეისონ მომოა. ქვედა იმას გავს. ოღონდ გაბრაზებულ ვახოიეს. Game of Thrones-ში რო საჭურისი არის. უარის. ჰა? უარის. ვაქსი. ან თმები ყოფილა მისისა რა. ნახე, ჯერ წვერი მოხსნეს, მერე თმა, მერე წარბები. წარბები და ბოლოს დარჩა რაღაცა. არა, ლაბაძე პირველად სიმპათიურია. თმები რო კონდეს გზელი და ისა. წარბები. მინდა იცი ვის გავს? გაადიდე ერთი წამის ქვედა. წარბები რატომ მოხსნეს? YouTube-ზე არის ყველანაირ ჭორებს რო იძახის ხოლმე. სალავეი რო არის ერთი. ხო, ის რომ მოკვდა. პუტინი მოკვდა დღემდე რო არ მაცივარში რო აქ შენახული. კი, მაგრა გავს სალავეი. ეგ უყურებ თუ შენს გადაგიერთო მაგაზე რა ერთი ვიდეო. მე მივსდევ მაგას. ოპა, სერფანდი გუფილმა არის მალვენოვი. ეს მე ველოდები როდის დამაგვიანდება რომ მე გიჯვით. ბიჭო და იმისი ხასიათის დივანის და ფეხსაცმელების ძილის ფაქტურა რო ერთი. ბიჭო, აბა, მაგას უყურებდი ახლა. მეთქი რაღაცა ის ხო არის სანდო პერანგის და ფეხსაცმლის ძილის შუა. ანუ ლამასა დასვია. სად ვარ მართლა ეს? მაღაზიაში რო ვიყავით. განათების, ჭაღების და რაღაც იქ ჰქონდათ ავეჯიც და მე გადავწყვიტე ავეჯი გამეტესტა, იმიტომ რომ ჭაღის გატესტა. როგორ არის? ეს კი იყო 2 წლის წინ რა გატესტე როგორ? სხვათა შორის ახლა ის ხო არ მახსოვს იმის შედეგები და ეს ძალიან კარგი იყო. ხო. ისეთი კომფორტული იყო, რომ მე გამიჭირდა ადგომა. კომფორტულობის გამო თუ ჯანმრთელობის გულის პრობლემები. საკაიფოდ წამოვგორდებოდი ახაც რომ მიმიშვა. გინდა ამას ესეთი დაუდგათ. არა. ჩვენ სამი ესე ვიჯდეთ. ეს ქვევით რა თავი რო აქ. აკროპოლისის ამოჭრილია. ფეხები ამოდებული. ზემოთ. საბა მინდიაშვილი. როგორ გამოიყურება კაკაბას ნერვის ბოლო ნაწილად? რაღაცებს რო გასდები ხომ ეს ვარ ჩერდება. მიზაზი დათო. გაჩერდი. მან დაკვირვებული ვარ, ვერც ერთხელ ვერ გავაჩერე, სადაც მინდოდა, მაინც ამთავრებს. მე არ მიყვარს საქმის შუა. მან საქმე რო ამოვიღოთ მაგ სიტყვიდან. შუაში მიგდება ეს. არც იმის შემწვარი კარტოფილის. არაფრის შუაში მიგდება, არ მიყვარს და დატოვება. ერთადერთი დაწყება საქმის. დათო არის ხო არის? ის დაწყებას არ მიყვარს, ისევე როგორც მიგდება. ხო, ბიჭო, რასახეთ უყურებს? ხო, მაგრამ ამჯერად არ არის ისეთი გამწარებული, როგორც ხანდახან მწარდება. ეს არ არის კარგი მაგარი. უკეთესები ჩარა. უკეთესებიც აქ უკვე დაღლილია და აი ეს არის ისე სრუ გამწარება რა, ხო არის ხა. სრუანაძორი და სრუ გამწარება. ანუ ბოლო ნაწილა კი არ არის. ამის მერე კიდე აქ რაღაცა ნერვები და ამას ზუსტად იცის. სადამდე შეიძლება თამაში. შემდეგი ობა თაყმიანშვილი. მე და ჩემი მეგობრები 64-ის კართან მას შემდეგ რაც ჯოჯოხეთშიც არ შეგვიშვა. ეს ის არის. ეს ის ვაშინგტონის ვაშინგტონი. კაპიტოლიუმის წინ რო ვიყავით. ამარო ცურცლი მოიტანა. მომენტი. ეგ მომენტია. სტეიტის ცურცლი რო გავჩითე და თქვენ რო გაგეხარდათ. მაგ დროს არ უნდა ქნა ისე. რა დროს? აი 64-ში არ შეგიშვეს და ჯოჯოხეთშიც არ შეგიშვეს.
აბა სადმიშვებენ. მოსაცდელში. ეგ ხო არის და არ გეუბნებიან. რაღაცა რაოდენობის ხალხი ხო არის, რომელსაც არც იქუშვებენ, არც აი ისა რა, ნეიტრალური ზონა, ხო. განსაწმენდელი ქვია, ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ არა გვაქვს. მართლმადიდე კათოლიკებს აქვს. ხო და ჩვენები, ანუ ანიქ ახარ, ანიქ თუ არის კიდე რამე. არ ვიცი. შეიძლება ესეა რომ აქ ცხოვრობ და იქ მუშაობ. მოდიხარ ჯოჯოხეთიდან მიდიხარ. მარშრუტკა დაგხვდება. დრონდები ისე 64-ში. არა, აქედან 64-დან ხდება მარშრუტი და იქიდან ავტოსტოპით მოდიხარ. ჯოჯოხეთში რაზე მუშაობ? რაზე მუშაობ ჯოჯოხეთში? ნებისმიერ რომელი გირჩევნია? 64-ში რო ცხოვრობ ჯოჯოხეთში დიდი სო. რომელი გირჩევნია ჯოჯოხეთში მუშაობ და 64-ში ცხოვრობ თუ პირიქით? 64-ში ცხოვრება მირჩევნია. რა უფრო მეტ დროს თუ სამსახურში ატარებ? ხო მაგრამ ჩემი ნება არ არის ბიჭო გადაბრებ ჩემი. შაბათკვირას ხო 64-ში. საბათკვირას და ისედაც უფრო დიდი ნაწილი 64-ში ხარ. 64-დან რომ მოდიხარ ჯოჯოხეთიც რაღაცა ის არის რა, თავგადასავალი. და 64-ში რა გო. ჩელენჯი. არა, შენ როგორ გექნება? იცი, საკაბაბე როგორ ექნება? იცი, სამზარეულოს ნაწილი ჯოჯოხეთშია. ხო. 64-ში ყიდის. ესე შამპურებს შეყობ და აქედან დაგია. 64-დან. ეს ჯოჯოხეთში რომ მუშაობდეს, რაღაცას წამოიღებს, მოიპარავს კუპარს ან რაღაცას და და რაღაც ეშმაკებსაც გადმოვიყვანს საღამოს საქმეში. აქედან ეხა ყველა მივდივარ ჩემთან. და შენ სამი დემონი რო სვავთ. შესასვლელში რო გეუბნებიან, ესენი ჩემთან არიან. ან მეორე ვერსია რა, იცი, ეშმაკები მოაკითხავენ, არ უშვებენ და აქედან ეძახიან. დატო. ის რაღაც ანგელოს ეძახი რომ დატოს გამოუშვებ. გამოახედეთ, დატოს გამოახედეთ. ამას 64-ში ძინავს, რა თქმა უნდა. კაცა. კოტრიალო. კოტრიალო. ხრუბელზე კოტრიალო. და აბზორებს უყურებს. 64-ში რაღაც პრობლემები ხო იქნება მაინც. არა. მაგალითად, და ჯოჯოხეთში რაღაცა პრივილე, კაი რაღაცებიც ხო იქნება. არა. მაგალითად, არა. რა. მაგით ოქია იქნება. სამოთხე, იმიტომ რომ პრობლემა არ არის. პრობლემა არ არის ძველი სტანდარტებით, თანამედროვე შეიძლება. ახალი სტანდარტების 64 რომელია? მაგალითად ახალი სტანდარტებით რა. ხო, აი საიტკენ აი მიდის. მაგალითად დრიფტი 2 მოხდა 64-ში. ხო. ან შენ გაწუხებს იქ დრიფტი. რატო გაწუხებთ ბიჭო 64-ია. დრიფტაობს რა. ჩადი დრიფტაოს. 64-ში ვინც მოხდა დრიფტი რო ევასება ისეთი. ანუ დრიფტი და ხო, 64. მანქანი კი არ მიდის ის. არის იმისთვის რა 64 არის. მაშინ ჯოჯოხეთია იმასთან მანქანა არ აი, მოხდა. აი. იქ ყიდულობ 64-ში რამე საკაიფო ხო, მაგრამ თუ მანქანა. მაწუხებს, მაშინ ჩემთვის 64 აღარ არის. ხო და შენ რატო გაწუხებს კაცო ის დრიფტავს 64 ისია მოწყობილი თვითონ ესმის მარტო ჭრიანი. ხო და მაგას გეუბნები. შენ შენ არ გესმის. ო მე ეგ არ არის დისკომფორტი, არ არ გესმის რა თუ არა. და გეჯახოს თუ არ გესმის ხმა. არა, 64-ია. სამოჯახოზე ისევ არი ვარ უკვე. ისევ სამოთხეში მოვა. არი უკვე მანდ გავალ შემოვა. იმანი კითხავს თუ დაგეჯახა ის მოხდება. გავალ რაღაც 1-2 ხელის მოდი. არა ეგრე არა. მოდი აქ გავჩერდეთ. ჯოჯოხეთში მოხდა ისა და უშოთ ელტონ ჯონი. ელტონ ჯონი. დიდი შანსი. არ ვიცი ხა მე არ ვწყვეტ იქ სხვა. ელტონ ჯონი, კაი. ელტონ ჯონი. ეგ ხო ის არის პრივილეგია ელტონ ჯონი ჩემ გვერდით იხარშება. ხო, და გიმღერის. ხო. თან იმ სიმღერას გიმღერის, რაც არ მოგდა. ხო, მაგრამ იმისთვის ჯოჯოხეთია რომ შენ გვერდზე იხარშება, გაიგე? იმისთვის ხო, მაგრამ ჩემთვის შენთვის ამ დროს იმიტომ რომ 64 შენ ვერ ცნობ. ელტონობა. საიდანაც გეცნობა, მაგრამ ვერ ცნობა. ეცნო და იტანჯები. ბიჭო იხსენები აი ბიჭო ეს ვინ არის? თან ეს მომენტში გაგზავნა. მარტივულად გძევდება. საუკუნეები ეს ვინ არის? პლატოზე ცხოვრობდა არა. შიგანაში გეკითხები. აუდიტი ხო არა გაგზამთორე? არა ვა. იმაზე შუა ქალაქში ხო არ მუშაობდა. და იტანჯები სულ რა. ანუ სხვანაირი ეს მაინც შენ კი აღარ იტანჯებ, სხვა ვინმე იტანჯებ. თუ ვერ ცნობ შენ აღარ ახარ. როგორ არა იტანჯები ვერ ცნობ. ვერავის ვერ ცნობ, კაი, ელტონ ჯონს არა მას. ფრედი მერკურიც არა, იქა. ცნობ ვიღაცას მევალეს ვისიც გმართებს და სულ ემარი.
ყველაფერი ცუდად. აი მანდ არის кайმონტი ჯოჯო, რაღაც кайმონტია, მიდიხარ და ის არის და ვახ ვერ მიდიხარ. და ისევ ტანჯავს რა Elton John. მონტრეალზე მე აქეთ Elton John-ი და ვერ ცნო. იქით მევალე აქ. საერთოდ ციგიში Elton John-ი რო იქავა. რაღაცა ხო იქნება რაღაცა და რომ ღერის და ბიჭო ამას სიმღერებს. და ვერ ხვდები. და მღერის სუდად და იტანჯები შენ ისევ. მაგრამ საღამობით კოცონთან ზიხარ. ანუ მაინც კაი და არის. იძახით რა მოხდა და ახ როგორ ერქვა მეორე დღეს ისე ვარ გახდა. კოცონთან ზიხართ და ელტონი მიგების. არა, რომელიმე თქვენგან შეუკეთებენ. ცოტა რომ წესღმა დაიწიოს და იტანჯები. არიცი შენ იქნები თუ ელტონი. და ყველაფრით საერთოდ ტანჯვარი ერთად თუ შეგიკეთეს რა და კიდე ვერ ცნო. შენ და ელტონი და ის გეხუტება. რაღაცა ცუდ და იტანჯე. კი ვერ იხსენებ რაღაცა ცუდი ასოციაცია გაქვს. ეს იყო selfies რუბრიკა. სეფს რუბრიკა იყო მიმები. ვილაპარაკოთ არის selfies სლოგანი. და ვილაპარაკეთ. ლაპარაკით ესეთი უნდა ამ თემებზე. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია არჩილ ზამბახიძე, რესტორატორი და წამყვანი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად ვარ. კიდე ერთი ადამიანი შემოგვეცა, რომელიც გაორებულია. ეს ეხლა ბახმაროშია. ზღვაზე მესაკაბაბეში. რა ხდება ბახმაროში რას არა? ძალიან კაია, კარგად ვისვენოთ, კარგი ამიდა გრილა. და კაია ძალიან. ამის კაბაბი ძალიან გემრიელია სხვათა შორის. გავსი ჯო უკვე გემრიელისი. ანუ შენ ციყავი ხო? კი. TikToker-ების კვოტით იყავი? ჯერ არ გადაუღია. მაგრამ კარგი იყო ძალიან და სხვათა შორის აქვე გისურვებ ძალიან წარმატებას. რესტორატორიო შენზე გავიგეთ. კი, რომელი მიმართულების რესტორატორი? ცოტა რთული კითხვაა ეგ რა, იმიტომ რომ აქ რთული კითხვა. ძალიან კომპლექსური. ადვილი კითხები ნუ მინდა რასაც როდის და აქ რთული კითხე, უპასუხე, მაგრამ ესე იგი გეტყვი. მე თქო სხვათა შორის წიგნით მოვედი აქ. აჰა. ხო და მე და კეთო დაახლოებით 3-4 წელი მიუძღვენთ ქართული გასტრონომიის კვლევას, რაც გულისხმობს აი მოგზაურობას და ვიარეთ და რეგიონსაველე გამოკითხვები ვატარეთ, მე ეროვნულ არქივში შევედით, იქიდან ინფორმაციები ამოვკეთეთ, რაღაც გადაგწევთ, ფილტრეთ თორმე და მე გავხსენთ პიცერია. ანუ ამდენი იგულე და მიხვდით რომ პიცერია. კი, და მე პიცერია ქართული კულინარია და გავხსნით. ხო, ყველა რეგიონში მოგიწიათ ყოფნა? ფაქტობრივ, ну სადაც ხო იურისდიქცია სამწუხაროდ გაგვცხოვებგან ჩავედით. და სადაც ვერ ჩავედით, იქიდან იქაური ხალხი მოძებნეთ. უბრალოდ აღწერეთ თუ გასინჯეთ? გავსინჯეთ, აღწერეთ, მაგრამ ყველაზე რთული იშვიათი რაღაცები გასინჯეთ, აი რაც ძალიან. უცნობია რა, 80% ხარ რო წაგიკითხავ და მე წიგნი მოვიდა და უცბად განახებთ. ალბათ 80%-ს საერთოდ ვერ ამოიცნობთ. ეს არის ეს წიგნი, ხო? კი, ეს არის ეს წიგნი. და სხვა შორის ძალიან პოპულარული წიგნია, პირველი გამოცემა უცებ გაიყიდა, მე ვერ მოვასწარი. და ეს არის მეორე გამოცემა, კი და აბა გვითხარი აქედან რამე სახელები და ზეპირადაც გეტყვი. ზეპირად გვითხარი და თუ მივხვდებით დაახლოებით მაგ. კაი, მე აი მაგალითად მე გავიცანი აჩი ამ წიგნის პრეზენტაციაზე. მართალია. ეს 2019 წელი. მე მანამდე ვიცნობ. აი ესე იგი მართალია და აქედან მოგითხრა და მიყვარხარ და მე უნდა გითხრათ ესეთი რა სხვათა შორის აი ხა მე ესეთი კერძის დასახელებას გეტყვით რომელიც თქვენთვის ძალიან ნაცნობია და ჩვენი არ გეტყვით რომელი დღის რომელი ნაწილის საჭმელია მაგრამ ყოველს ყოველდღიურობაში დღემდე არსებობს მაგრამ აღმოჩნდა რომ ქართული უძველესი დროდან ვაკეთებდით ამას ქართულად ქვია ყათმა ყაიღამა მესხეთში ეძახიან ყათმა ყაიღამას იქ იმ დასახელებით რომელიც დღეს თანამედროვეში ჩვენ ვიცით საერთოდ არც კი იცნობენ თუ წარმოიდგენთ რა შეიძლება ყათმა ყაიღამა იყო მართლა ყიყლიყოა მართლა ყიყლიყო ეს ყათმა ყაიღამაზე გაზრდი მომეცით ვნახო რა მე ხო არ შეიძლება ეს ვაპირებდი მეცხრადაში რატო რა ხანხლა არის რას შეწორი ყვარს წაიღე ტაფამწვარს რატო ასოციაცია ტაფამწვარი მე ხო რა ვიცი კარგი წავიდა ტვინი მაშინ მოგცემ ეხლა და არჩეთ რომელი ქვეცნობიერად რომელი სახელის გეუცნაურებად ხო და ნუ მე აღმოჩნდა ისე რომ კუსერბო რა კუსერბო
კუსერბო შეიძლება კუს რომ მოწველი და იმის გარო ერბოს აყენებ არა დედალ კიროლის წველება არა ეგარი ძუძუმწოვარი არის არის წველება არის წველება მაშინ უერბოში თვითონ კუს რომ გაწურა ეს არის ხევსურული კერძია რომელიც არის კარტოფილით ყველით წვანე ხახუთ ეს ტაფაზე მოყვანილი კერძია და კარტოფილი ერბო არა კარტოფილი მწვანე ხახვი ყველი ცხიმში მზადდება და რეალურად აი გადაწერე აქ ჩვენ ნახე რა გვაქვს აღწერები გვიწერია კუსერბო სად ნახე აგერ გვერდი ნახე რომელია ორი კუსერბო თუ შეიძლება ესე შეიძლება აი კუსერბო 232 გვერდი მოიც ერთ წამს სხვა საჭმელები მაინტერესებს ხო ძალიან უცხო არის რა ჩირბული იცი ჩირბული ძალიან ის არის რა პომიდორში ისე რა ქვია ეს წამი აცადე დაამთავროს გათომის იცის ხო მიჭამია ჩირბული ხო და რა ვერ ვიხსენებ იცით კაცო აჭარული ჩირბული არის პომიდორში ჩახლილი კვერცხი ჩიჟიბიჟი ათქვეფილია ხანდახან მეზარება აი შენ ჩირბულს აკეთებ ჩირბული არის ზარმაცის ჩიჟიბიჟი გურიაში ქვია ოპიზო მართალია ეგრე იხსენებენ გურიაში კი გურიაში ძალიან ანუ რაღაცა სახელები გამოგიკვლევია თქვენ ფიფინა არის შინდის შეჭამანდი რაჭონე შინს აშრობდნენ და იმ გამომშრალი შინდისგან წვნიანს აკეთებდნენ და ძალიან გემრიელია დათო ძალიან გემრიელია ეგეც გამიგია ფიფინა საშუალო ფიფინა ის გითხრა გასო შენთან პოდკასტში რო ვიყავი მოსული და ის ამ წიგნზე უყვებოდი მაშინაც ისტორიას ძალიან სასაცილო. ვა, იაპონური საჭმელი ვიპოვე. აკუტაკჩაბა წერალია. აჭიკაში. აკუტაკავას ბიძაშვილი. ძალიან სასაცილო ისტორია იყო. ეგრო რაჭაში რო ჩავედით ჩვენ ვცდილობდით რომ სულ მოგვეძებნა უხუცესი ადამიანები, იმიტომ რომ ისინი უფრო დიდი ინფორმაციული ბაზის მატარებლები იყვნენ და რაც რო ხნიარი აი ძალიან ასაკოვანი იყო და მივედით და ნუ გამარჯობა გამოვიდნენ ეს ქალბატონი და ეს გასოს ეგ ისტორია გამოვიდნენ მეუღლეები მიგვიყვანეს რომ ეს არის ყველაზე უხუცესი ვინც შეიძლება ამ რეგიონში იყო ძალიან მოხწყალი იყო და ალბათ აი რო არ მოვიტყოთ ან მე და ქეთო ძალიან და აშიტირებული ემოციაში დაახლოებით 5-6 წუთი მონოლოგის რეჟიმში ვუყვებით ამ ხალხს რატო ვარ საერთოდ ჩამოსულები რა და აი ამ კამერები რაღაცები ვუყურებთ და ვუყვებით რომ აი ეს დაგვაფინანსა ამან დაგვაფინანსა იმან დავდივართ ვეძებთ არქივეს რაღაცა მასალები ვანახეთ და ეს აბსოლუტურად ჩვენთან გვისმეს აი ესე თმენით რაღაცები და რო დავასრულეთ შეგნებული ადამიანი ხო აღმოჩნდა რომ მან სხვა მიზეზი იყო რო დავასრულეთ აი ესე ძალიან ნელა ეს გატრიალა თავისი მეუღლისკენ და ყველი უნდათ შამოგვინგრა თავზე ყველაფერი არ ხობერტი 6-7 წუთი ვინ დაგაფინანსა მაშინ ჯერ კიდევ მწყობში იყო ქვეყანა და ინსტიტუციები მაშინ პირველი გამოცემა დაგვიწყდა და ძალიან გვერდში დაგვიდგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო ნიკა ანთიძე და სათავის და ნიკა ძალიან ისე თავგადადებული ადამიანი იყო დავით ლომიტაშვილი და საკველი უნდა ვახსენოთ რომლებიც ძალიან თავგადადებულები იყვნენ ამ ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რაღაცა მიზნებისთვის და რომ უთხართ ეს იდეა პირდაპირ გითხრეს მე რაღაცა აჭარა ჯგუფი დაგვეხმარა ნიკორა დაგვეხმარა ვიღაც მის რაღაცა ძალიან ესე შევიკარით უცებ იმიტომ რომ იდეა იმდენად მოეწონა ყველას რომ მაშინვე დაგვიდნენ გვერდი და კახან 3 წელი ანუ ქართული დაფინანსებით არის რა კი სრულად და სოციალურ ქართული ინგლისური და ითარგმნა მე ხო და უცხოეთში ძალიან ბევრს მიაქვს აი ქართველები ემიგრაციაში სამწუხაროდ იცით რომ აღშებული ვინც მიდის ძალიან ბევრი წერს და თან მიაქვს ეს ან თავისთვის ან საჩუქრად რაც რაღაც თავი ეს იგი რომ ჩადოი 22 კილოს გადაწყვეტ კი უეჭველი თუ არ მიაქვს ზირდად მაგით თუ არ რაღაც კეთი ძალიან მაგარი соуსი მითხრა რო უთხარი რაღაცა ისეთ ძალიან დიდი ხანი რო ჭირდება რა ქვია მძაღე გურულია соус ქვია მძაღე და დაგიკვირდება და მძაღე გემოაქ და სხვათა შორის ამ ხათი არქივში ხო ვიკეკეთ და ის მძაღეს ინფორმაცია რო ნახეთ რეცეპტად მოცემული არ იყო და მე მედაკეთოს ყველაზე დიდი შრომა რაც იყო რეალურად იყო რომ აი ამ მოძებული ინფორმაციის რაღაც რეცეპტად ქცევა იყო და აი მძაღეზე ძალიან ვიწვალეთ იმიტომ რომ სამთვიანი პროცესია და ეხლა ნაღდი მძაღეა თუ თქვენი გამძაღებული არქივთან წვომა მოხდა სააგენტომ არქივთან წვომა მოხდა სააგენტომ რო შედიხარ რას ეძებ ეგრე მე ფიზიკურად ჩვენ კი არ შევედით არიან ადამიანები დასაქმებული რომელსაც ამასალს წვომა და რაღაცა ფილტრაციას გიკეთებენ და ამასალს გაძლევენ სადაც შეიძლება შენც აი ჯავახიშვილს ხო ქონდა
მოგზაურობა საქართველოს გარშემო, მათ შორის მან ძალიან ბევრი ნარკვევია გასტრონომიაზე და იქ ჩანაწერები ამოვიღე და მე იმათი რეცეპტად ქცევა იყო ჩვენი ძაღედასთან ერთად იჭმევა. ძაღი იყო ჩათვალე ამძაღებული რიგისგან გაკეთებული ბაჟი. აი ეს იყო ითვლებოდა რომ ეს იყო აი ძალიან საპატიო სტუმარი რომ მოგდიოდა იმისთვის აი სამთვი რომ წაულდა მე ვიღაცას და აჭამოდა გამენ ბუხართან რომ თბილად იყოს მე გადაქონდათ სარდაფში სადაც სიცი იყო და ტემპერატურული ცვლილება იყო და მე წყალს შავ წყალს იყენებდა და იმაში ზელდნენ და სხვაშორის ბარბარა ჯორჯაძეს აქვს თავის წიგნში მაგრამ ცოტა გათანამედროვებული და ცოტა ჩიტინგია რა ჟილკოს რა მეთოდებით აკეთებს და სხვაშორის ეს ამბავი რომ მომიყვა გადავწყვიტე ძაღლი ბაჟე გეჭამა რა გადავწყვიტე соусების კარგი სპეციალისტია და ჩემი კაბაბის соусები არის აჩის და კეთის და გულწრფელი 80-ზე არის 80-20-ზე არის 80-20 ორი соуსი გვაქვს თეთრი და წითელი და ორივე კი და კეთო არის ავტორი გულწრფელი აი მივად თუ გვეღირსა გავსინჯავთ და გეტყვით არ გამჯერ გაჩი ეს ხო ის გადაცემა რომ ზამად წესით გასიჯული აქვს იმ თარგეტს გასიჯული აქვს მაგრამ არ ახსო ეს გასიჯული მომავალში სხვათა შორის ჩვენ რო ვილაპარაკეთ დათო რო უთხრა მე და კეთოს რომ საკაბაბისთვის соуსი ვინდა და აი რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ვუთხარეთ რომ соуსი უნდა იყოს ისეთი კომპონენტი რომ აი соуსი ცალკე ტიპი უნდა იყოს რა აი რომელსაც იტყვი რომ ეს მინდა რომ ვიყიდო და წავიდო მაგრა და უბოლები არა დამიჯერე საკაბაბიში რო ხორცია გასინჯავ არა გასინჯავ არა გასინჯავ აი რო გასინჯავ რო იზავთ აი მე რენახო როგორ აპირებ შენ ეს კაბაბად მოდის და რაღაცით соуსი თუ ტიპ-ტიპი როგორ აპირებ როგორ გააკ კაბაბად მოდის და შეგიძლია აირჩიო ორი соуსიდან ერთ-ერთი თეთრი ან წითელი და ორივე რო ავირჩიო ის არის ორივე რო ავირჩიო აქედან ეს რო ჩავაწოდე ეს როგი მოდი კითხება თეთრი соуსი როგორ წარმოუდგენიათ და ჩვენს ანაზროს თუ ემთხვევა აი როგორ წარმოგიდგენიათ თეთრი соуსი რითი იქნება პირველ რიგში თეთრია რაღაცა მწვანილები გარეულია კარგია ნიორი იქნება კარგია ეს თეთრი რა არის თვითონ აი თვითონ თეთრი კეჩუპი რაც თოვლი თეთრი რა შეიძლება თეთრი იყოს თეთრი არის თრითინა ძალიან აზერული თრითინა ძალიან აზერული ძალიან ისეთი აზიურიც აი რა მათ შორის აი რა ახლოს ხარ არა ჯანი მაწონი ცოტა მაწონი სხვათა შორის აფხაზებს ეგეთი соусია 86-ე გვერდი ეს არჩევი კაი გაგიკეთებია ეს მიაგნებდი არჩევის გარეშე ზრძ აი ეს არის ზრძ ნახე როგორი ლამაზია ზრძ სხვათა შორის აფხაზური არაფერია სხვა თუ არა შეკმაზული მაწონი ქოთანში იცოდნენ მოხარშული კვერცხით და ამას მიირთმევდნენ და აკნოშკას მაგვარი აი ხო რა შინ არის ხმოვანი არ არის ზრძ არა ხო ზრძ ზრძ სხვათა შორის აფხაზი მზარეული პროფესიითაც კაცი რომელიც აფხაზეთში დაიბადა აფხაზეთში გაიზარდა ხო შეიძლება რომ გეკაი კი არის მაგარი ალბათობა მაგის მაგრამ ჩვენ დობის ფაქტორს აი ციგნი დააგდა აი სხვათა შორის ისე თქვენი ხურე და იმან დაიტრია სტრიგად გადავშლის ეს ამბობს რომ ეხა ამბობს ვიღადავ და შეიტანეს ზრძ ხო მაგრამ ფართო არის მაგის ალბათობა რა ვიცი აი ამ ყველაფრის მერე პიცერია რატო გავხსენდა სარძრძეო იცი რა იტალიური გასტრონომია ხო მაგიდან დავიწყე საიდან დავიწყე ამაზე საუბარი გახსოვს რა რესტორატორიო იგითხე და მაგიტო დავიწყე ცოტა არეულები ვარ ამ წიგნზე კი ვიმუშავეთ მაგრამ ერთ წელს მე დავიწყეთ ევროპული გასტრონომიის ბიჭო მე გამახსენდა ეხა ეს პიცერია რატო გაიხსნა იცი ამათ რაღაცის გახსნა უნდა და ფართი რომელიც იქირავეს იმაში იყო პიცის ღუმელი ჩაშენებული ქვის მართლა და ვერ დაანგრევდნენ მოდი პიცა გავაკეთოთ მართლა ესე მომიყვა ბიზამისმა მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრე მაშინ არის იტალიური ისეთი უცნაური ადგილი იყო ვაკეში ეს იყო სარდაფში და ამ სარდაფს ჰქონდა ეს რაღაცა რაც ჯერ არ იცოდნენ რომ პიცერია გახდებოდა და ამ სარდაფში რომ შეგეკვეთა ხო რაღაცა ფანჯარა ჰქონდა აი ეს ფანჯარა იყო მიწიდან აი ამ სიმაღლე კი აბაშიძეზე იყო და იმ ხელნაკეთი პასტების სადა რა ადგილას არის თქვენი ბიჭო ხელნაკეთი პასტების გაკეთებას აპირებდნენ და თან აღიქონდა ნახა სახარშები პასტის აპარატები და ყველაფერი და ეს ყველაფერი თაროზე შემოვალაგეთ და
პიცა რო გავსინჯეთ, თქვით რომ ეს ხო და ეგ მაინტერესებს, კაი ეგეთი პიცაა რო? პაცა, კი. ნეაპოლში ნახობ ხალხი გაგვაგვირო. აი სხვა ზუსტად ნეაპოლური პიცა. ზუსტად ერიკ. ჰიბრიდული. მე არ მიყვარს ნეაპოლური კლასიკური ნეაპოლური. რას ამბობ? ეხლა გეტყვი რა. იმიტომ რომ ნეაპოლური პიცა ძალიან აკადემიურია თავის ხასიათით და ჩვენ ცოტა ჰიბრიდული ვერსია გავით, აი ცოტა მეტი ყველი, ცოტა ჰალაპენიო, ანუ ამერიკული კულტურაც შემოვიტანეთ, ცოტა დატვირთული ექსპერიმენტები ყავა გვაქვს მაგალითად პიცაზე. ერთ-ერთ ინგრედიენტად. და ესეთ ექსპერიმენტებს სააკადემიური გზით მიდიხარ ვერ აკეთებ და თან ნაპოლეტანური ისინი რა ქვია პიცა კეთდება სპეციალური ფქვილით რომელიც ცოტა წელვადია ჩვენ ცოტა უფრო პურის ქართული ხასიათი არის და ჩვენ უფრო რომაული კლასიკური თხელი სხვა არა ჩვენც ხელია ეს არის ფიუჟენი და მე ვარ კლასიკი ეგრეა მაგრამ ნუ ხო ესე შემთხვევით მაგრამ ასეთის რაღაცეები კიდე თაროზე მიეცით ამას სხვადასხვის კაბაბი პასტი ეგ დღეს ეხლა როცა ვიცერთ ამის საწყობიდან 4 მაცივარი მიდის ჩემთან შეგგონეგა იხუმრე ძალიან ძდები ვიცი წაიღო მოით რა ხარ მაცივრები გამოგიყვდა და საჩუქრები მივცეთ ამ ადამიანს მაშინ კი რაღაცით დავაბალანსოთ ეხლა რო ამ ძერხები მივცეთ მაცივარი აღარა არა მე გავაკეთებ ძაღეს ჩვენი სპონსორისგან ნიკორას ხორცპროდუქტები მოიცა მადლობაზე ჯერ არ გამოვიდის იმიტომ რომ ეგრე ვერ წაიღებ მაქსოს ისე როგორ აი რას ვეძებ ნიკორას ხედავ ნიკორა ხედავ კარგია მე შენ ნიკორა შენ მე ეს მოგეცი და როგორ გადავწყვეტოთ ეს ციგნივის და ეს გადაცემას ვაჩუქეთ დილობა საუბრა წაიღო გადაცემას ვაჩუქეთ გადაცემას ვაჩუქეთ ჯობია რომ დათო საჩუქო მაინც ეს წაიღებს მე წავიღებ არა მე წავიღებ შენ მეუღლეს კი კაი მაშინ დათომ წაიღო არა დათოს 4 მაცივარი მიცეს ახლა კიდე ციგნით ნამეტანია არა ეს სხვადასხვა მაცივარი მასე მძიმე კი არა მათხოვეს ის 4 მაცივარის თხოვება უდრის ერთი ციგნის ჩუქებას იცი რა დათო მე ვიცი შენი თხოვება რამდენი ხანი გრძელდება და მაგას სხვა ზმნა არა სხვა მომიტა უსასყიდლოს საკუთრებაში გადაცემა მიუხედავად იმისა რომ შენ ესე ჰუმანურად მომეკეცი და მაცივარი მათხოვე ეს მთლად შენი ჯერ არ არის აი როარ შეგიშავს არ წავიღებ მე და გადავდეთ და კარგია რომ მენდო რუსლიდან ხელა კაცია მეორე ჯერ ვერ წაიღებ და კაცია საქმე რა უნდა გავაკეთო აი ნახე გიორგი დასვამს შეკითხვებს და რამდენ შეკითხვასაც ვერ გამოიცნობ იმდენი თითო ადამიანი ამოგაცლით მართლა ესე იყო ესეთი ფრანგი მზარეული მე-19 საუკუნის ერქვა ლუსიენი ხო უნდა თქვა გვარი თუ მისი გვარი კერძის სახელია და ჩვენთან სადღესასწაულო კერძად ითვლებოდა რაღაც რა ერქვა ლუსიენი ერქვა და გვარია ლუსიენ ბოვარ მადამ ბოვარის ის იყო რა ქვია მადამ არა იმის ქმარი სასწაულო კერძია ჩვენთან ინდაური ლუსიენ ბაჟემ ოლივიე ლუსიენ ოლივიე კაი ბოლოს ვიყვის ოლივიეს ოლივიეს სადღესასწაულობა არ გაიშვა არა რა მთელი საბჭოთა პერიოდის დროს ხო ისე ოლივიე იყო საახალ ო თქვენ ლუსიენ გოჯის არჩევთ ერთმანეთს და ჩვენ ოლივიეს ვამბობთ არა მე გადავთქვი რახან საკაბაბეს ლუსიენ კაბა სწორი პასუხი არის ოლივიე მადლობა კეთ ჯერჯერობით შეინარჩუნე ჯერჯერობით შენია ეს კიდე ორი კითხვა ხო მაგრამ ჯერჯერობით ფრანგული იცი კი არა ფრანგულად უნდა თქვათ როგორ არის ძმარი თან კერძის სახელია რა ჩვენთვის როგორი კერძი ფრანგულად ძმარი კაი ლათინურიდან ამოვე ფრანგული ხო ლათინური ბაზაა და ლათინურად ეისით აჩმაში არ არის და იმ ფრანგულად როგორ იქნებოდა ეს ყველაზე არა ლათინურად ჟღერს როგორი კერძია სადღესასწაულო რაღაცა ხო რაღაც მიმართულება მოგვიყვება ყოველდღიური ვინეგრეტი ვინეგრ ძმარი მაგედან გამოვედი ვინეგრე კი კაცო ვინეგრე აი მას ვერ გაცდა ეს ოლივიეს არა და ბიჭო ქუთაისიდან არის ეს ჩვენ რას ვეძახით ვინეგრეტს აქ კაცო ოლივიეს და ვინეგრეტს შორის იცი სხვა რომელია ბა ვინეგრეტი არის წითელ ჭარხლის არა ერთი იგივე იყო აი ხედავ
კი, სახელია სხვადასხვა. ბიცოლაჩები როკეთებ და ერთი და იგივე საკეთებ და ხან ვინეგრეტი იყო, ხან ორი. წითელი ჭარხლით განკეთდება ვინეგრეტი და ის არ უკეთდება. ხო, მაგრამ რეალურად ორივე ფრანგული დასახელება. აი, რა არის პასუხი? ვინეგრეტი. ვინეგრეტი. ვერ წავართ. ვინე ამას მე ძალიან მიყვარს. ძალიან მარტივი კითხვები გაქვს. თავისი ის აქვს ამ ხელა წიგნია კაცი. პიცერია. ხარ ერთული. ო, გართულა. სალათი მოიგონეს საბჭოთა კავშირის დროს. რომელიც არის? რომელსაც ვიცვამთ. გეტყვი რა შედიოდა რა? მიდი და ბოლოკი, შემწვარი ხახვი, ხორცი, საკონლის ხორცი და მაიონეზი. აუ, მაგას ეძახიან მადამ ბოარი კი არა. არა, ეს არის, კაცო. ეხლა უნდა თქვათ, რომელი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქის სახელი ქვია ამ სალატს. მასკოვსკი, სალატ მასკოვსკი ერქმეოდა მაგას აუცილებლად სტალიჩნი ამ მას. ბიჭო, ხორციანი იცი რომელი იყო? უზბეკური. ხორციანი ის ვინიგრეტი კი არა. ოლივიეც რო აკეთებდნენ საქართველოში, იმას საქართველოში რა, რუსეთში დაჭილ ძევს უშვებოდნენ. ხო, სხვა შორის კი. კი, ეგ ბევრგან მიჭამია არა, ძევს. მოიცა. დოქტორსკი. დოქტორსკის რისირება. ეგ მგონია მასკოვსკი, მოსკოვური სალატი. იცი რა, ეხლა დიდი შანსი გადავინაწილოთ ქალაქები. კიევური, კიევსკის სალატი. კიევური კატლეტი. კარგია. კიევური ტორტიც არის. სულ ეგრე იყოს არა. ტორტიც არის, კატლეტიც არის და სალათიც იყო რა. კიევური ტორტიც არის, ხო. ანუ შენობა მოსკოვურს, შენობა კიევურს, ხო, რაღაცა გამოურიცხოთ, იქო შენ რამე ქალაქი. უზბეკური. არა, ქალაქი. ქალაქი. არა, იქ იქნებოდა. ხო, იქ კლავისკენოთ ხო. აი ერთადერთი სიტყვა რისკი შეიძლება იყოს. არა, ეგ ის არის. შკროტი. მაშინ მინსკი. პრაღა იყო ის. მინსკი არ მსხვარი. მინსკი, ჰა. მინსკი, კაი. გითხარ. მეც მინსკს ეწავალ რა. კარგი. არ არის. არ არის. არ მომწონს ამის ისტორია გამომეტყვა. იყო ესეთი რა, საბჭოთა კავშირმა ომი რომ მოიგო. მაინც დავგუგლოთ. გას გაუხსნეს რესტორანი რა მოსკოვში. ქართული მანამდეც იყო, მე ომის დროს გაჩერდა და აღადგინეს, ის არაგვირო იყო ცნობილი. თბილისური? მაშინ გაიხსნა რესტორანი ბაქო, მინსკი, კიევი, უზბეკეთი თუ რაღაცა და ამ უზბეკური კერძები ბევრი არ ჰქონდათ და მოსკოვმა მოიფიქრეს სალათი ტაშკენტი. აი, რა ხო გითხარი, აი, ქალაქი. ერთი წამი. ნახე ყველაზე ნახე მაგ ეგ არ ერთი არის. წამი. მე ეგ არა იყო. ეს მართმევს სულ რა. მათხოვე გაგიცლი წიგნში. კარგი, კრაკოული. ყველა იღე? ხო, აღარ რანაირი საჩუქარია. საჩუქარი ქონდა და გაანიავედა, ვერ გავიგე. წინასტომარი უნდა გენახა. ბავარიული სარდელი მე. იკო ამოიღე? მეც სარდელი მინდა. ჯანელა ტრადიციულია. მაცივარზე როდის ჯანელას მიეცი ერთი. მაცივარზე როდის მიდიხარ დღეს ჩემთან საწყობში? ხომაგი მიეცი ჯანელა. აი ხომაგი. სანამ ჩართავ ტელეფონს. გასაღები დამჩა. ეგ დაგჩა მოკლედ რა. მაცივარს ამოგიღებ. მაცივარი შეც აი, მოდი დროებით ეს გადავდოთ, აი ეს შენი არ გართმევ. კაი. მეორე საჩუქარი გქონდა შენთვის. და კიდე რა ვიცი. მას ერთი წიგნით რომ მოხვედი, ეგრე კი არა. და ესეც რომ მოვიბო. ელიტისგან არა, ეს ელიტი, ჩვენი სპონსორი და ონორი. ოკეი. ონორი. ტექნიკის მწარმოებელი. კი ბატონო. და შენთვის გვაქვს უსადენო ყურსასმენი და ჭკვიანი საათი. ეს არა მარტო საათია, ეს არის ფაქტურად ორგანაიზერი, ეს არის ექიმიან მედდა, რომელიც 24 საათი დაგდევს. ძალიან დიდი მადლობა. დღეიდან პულსი გინდა შენი რამდენი ნაბიჯები, ვარჯიში, კალორიები, ყველაფერი. ეს ხომ ამითი გაწყვეტა. ის გინდა ეს. ძალიან დიდი მადლობა სურვისთვის, წარმატებებს გისურვებ. გეწევით აუცილებლად პიცერიაში გავიგოთ ერთი რა, შენ გასინჯული გეკნება. მე სხვათა შორის აი ესე და არ მცალია რო იდახე. მე ეს ხო რა სამოს ხომ ჩვენს პიცას და კეთოს ტირამისუს სამოს ხომ ისეთია ორო. ტირამისუ, კეთოს ტირამისუ აქედრა გამახსნა. ნერწს რო ვაყოლე, მანდაც თავთან დაშავეთ გრძნობო. გენანება ნერწს რო ვაყოლე. არა ბიჭო, თუ არ მიუსწარი, აი მოიტანს თორემ წუთში. სლოგანი გვაქვს ეგეთი, კეთოს ტირამისუ რომელიც არასდროს არ არის.
აი მე გამიმართლა უბრალოდ იმ წუთში. იცი რატო დააგვიანე? გაგიმართლა რა ეხლა ეს საათი ხო აქ მიწერე და ხედავს მოდიან. ხო ისმენებია დაუვერე და მუშკია. ვიზიტზე უნდა მე ძალიან გამიხარდება თქვენი ვიზიტი. ძალიან გემრიელად ვიჭმევინებით ესე ამბობენ. ხო და მაგრამ ჩვენზე ამბობენ ხოლმე ძალიან ხშირად თქვენ სპიციაში განწევი ძალა არისო соуსო და ეს соуსები კარგად გამოგდის რა. აშკარად. ცომიც. ხო და მოვალ რას გვაშინებ? რაზე შევკერა დათო საკაბაბეშიც соуსაც გამწევი ძალა იქნება. соуსე გააკეთე და ვიღაცე მოვიდა соуსებს არა კატლეტი ჩემი კატლეტით მოვპურით. საკუთარი соусით ნუ შემოხვალ საჭმელი მოვიდა ჭაჭ. აი ჯანელებო შემწვარი კარტოფილით. მოგლედ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი მადლობა ძალიან. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დამთავრებულია, გადავდივართ მომდევნო ბლოგზე. დღეს გვაქვს ევროკრედიტის რუბრიკა, სადაც მორიგი, სადაც წინაზე ქონდა დათოს უსარგებლო სტატისტიკა და არ ვარ კმაყოფილი მაგის არ შედეგებით და არც დათოში. ჩემთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა. მაგრამ არაუშავს. ჩვენი ახალი პროექტი, ფოტოსინთეზი, რომლის YouTube გვერდიც არის და უნდა გამოიწერეთ და მოგბრძანდით და ითამაშეთ და გაერთეთ. ეს თამაში გვექნება დღეს, ფოტოსინთეზი. ოღონდ თემატურად ეს იქნება ევროკრედიტის თემატიკაზე, კერძოდ სესხებზე. ოპა. მადე ხა ვერავინ ვერ მაჯობებს. არა, მე ძლიერი ვარ სესხებში. გამოიცანით სესხი. პირველ შემთხვევაში კარგად დააკვირდით ეკრანს. ხო. გამოჩნდება ფოტო. ხო. ეტაპებიანი შეკითხვაა. თუ ამ ეტაპით ვერ გამოიცნობთ რა სესხია კონკრეტულად, იქნება მინიშნება. არა, მე იქნება მეორე, როგორ? თუ ის სესხია კონკრეტულად. რა სესხია? სესხებს ხო ქვია? სამომხმარებლო სესხი ხო ქვია? ესეთ ბევრი სახელია სხვა, რომელიც ევროკრედიტში არსებობს, ეს არ არის მოგონილი სესხები და უნდა გამოიცნოთ რომელი. პირველ შემთხვევაში ეს იქნება გიფების შეკითხვა. ნახავთ 3 გიფს და ამ 3 გიფით უნდა გამოიცნოთ რა სესხი. დასწრებაზეა, ვინც პირველი უპასუხებს, ეს არის გამარჯვებული. ვიცი. პირველი იყო დათო და მეორე იყო ჯანელა. შენ ბევრი დრო გაგიყო იფიქრე. კი. გითხარი. ეს არის სესხი იმის რა ქვია, მოპედის კი რა ქვია ამას. არ ვიცი რა ქვია, ვერ გეტყვი. მოპედის შესაძენად. კი ბატონო, მიღებულია თქვენი პასუხი. რის შესაძენად? მოპედის. სამოგზაურო. სკუტერის, თქვენი მოგზაუროს ეს. თქვენი რა ვერსია? სკუტერის შესაძენის ეს. თქვენი ვერსია? ავტოსესხის ნაწილი მეც ეს ვერსია. მაგრამ დათო იყო პირველი და ეს არის სკუტერის შესაძენის სესხი. სკუტერის სესხი. აში მე. ხოდა შენ თავს უკრავ ფოტოს. ხო რა თქმა უნდა. მეორე შეკითხვა არის სხვა ტიპის კითხვა. ნახავთ დაზუმებულ ფოტოს. პირველ დაზუმებულზე თუ ვერ გამოიცანით რა სესხია? მე იქნება უფრო განზუმებული და ბოლოს ნახავთ მთლიან ფოტოს. საერთოდ გამოზუმებულ ფოტოს. ნახოთ. აბა რამე თვალები გეცნობათ? ის რა ქვია. ეს არის თუ პირდაპირ სესხს იძახი. ხო. მეც. ეს არის ოფთალმოლოგიური ოპერაციისთვის საჭირო. მხედველობა რო გამოისწრო. პასუხი არასწორია. ლაზერული იმითი მეთოდი. კორექცია. ეს პასუხი არასწორია და მეც ეძგებთ ეს პასუხი ევროკრედიტსაც კი არა აქვს. მე მივალ ევროკრედიტთან და დავნერგავთ ამ სესხს. ეს არის თმის გადანერგვის სესხი და რო ამოზუმდება მერე გამოჩნდება თმებიც ალბათ. ნახე რა შემოგული, აი ეგეთ სესხი არ არსებობს, მაგრამ ვერსია კარგი, ჩავიდი. იმას ჯობდა ლაზერულ კორექცია. ნიკო შენ გააკვირსი? არა მაქვს. კაი, მაშინ ნახოთ შენ. მე ხო კიდე შემიძლია თქვა. აი ხა შემდეგი დახმარებაზე. თორე ესე შენ ისეთებს დააბრეხვეთ, რომ აირევა ფოტოსინთეზი. შემდეგი დახმარებაზე. ტრაილერებზე სესხი. როგორ? აი ტრაილერი რო ტვირთის გადაზიდვა ტრაილერი. რა ქვია სესხს? ტრაილერების სესხი. რა ვერსია ხო? სატვირთო. ოჰო. სატვირთო, კი ბატონო, კაც ორი პასუხი მე ჩემი ვერსია ეს ხო შპაკაძე დგას. შეიძლება ეს არის აი დასვენების არა. ახლა ხალხი რო ისვენებს ეს შორისი რო დაგეჭინება. კი. სპორტინების სესხი. არა, ეს არის გადაშემდეგზე?
ეს არის სატვირთო ავტომობილების სესხი. ტრაილერის თქვა, სატვირთოც თქვა და სესხიც თქვა და ჩაეთვლება იქოს. 1 შენ გენაცვალებ. 1 0. შემდეგ არის 3 ფოტო ამოვა ეკრანზე. ხო. და შიგნით ჩაშიფრულია 3 ფოტოში სესხი. აჰა. ვინც პირველი გამოიცნობს, ის აიღებს ქულას. ეს არის ჯიგარი. ნახოთ. მოდი დავუთმე. 3 ფოტო. იკო იყო პირველი. ტაქსის სესხი. ჯანილო ვერ მიხვდა, გვეცადა, კარგი იქნება. ავტოსესხი ტაქსის ბოლების. ხო, ტაქსის ბოლების. ნამდვილად იკოს აქვს 2 ქულა, პირველი არის ვანიკო თარხნიშვილი ფილმში ტაქსი ძღოლს თამაშობს, რობერტ დე ნიროს ტაქსი ცნობილი ფილმი და ტაქსი 1, ტაქსი 2, ტაქსი 3. ხო, 3 იყო. ტაქსი 4, ტაქსი 5, ტაქსი 6, ტაქსი 7, ტაქსი 8-ს გამოვიდა მე მგონი. მართლა არა მგონი, ნუ იტყვილები. ფორსაჟი არის. გადაამოწმოს ვარმა. შემდეგი გამოვიცარი? კიდე გვაქვს. შემდეგი არის ეს სადაც დავაფიქსიროთ. 1 2 0. ეკრანზე გამოვა გიფი, ემოჯი, ფოტო და შიგნით ჩაშიფრული იქნება, გაგიკვირდებათ და სესხი. რომელიც ევროკრედიტში არსებობს, მოგონილია. დავიდა? აბა წავიდა. მე ვარ ბიზნეს სესხი. არასწორია. მეტი ვერსიის თქვის უფლება არ აქვს, რომ იჩქარეთ. სტარტაპი. მართალი ბრძანდებით, ეს არის სტარტაპ სესხი. სტარტაპ სესხი, ბიზნესის სესხის. ეგრე ტაქსის სესხი ხო მანქანის სესხია. სტარტაპი. ტაქსის სესხიც ბიზნესის სესხია. მართალი. არა ბიჭო, მიმართულებები არის. არა ესე ქვია სახელი სტარტაპ სესხი და იყოს. კენო არის. 3 ქულა აიღო. ის ბუშტები რაღა არის. არის აპ ესეთი. სტარტაპ ის ესი შუაში რაღა არის. ის მაყუთი. ის მაყუთია, რასაც იღებს. სესხი თვითონ. ნახე თვითონ თურმე გეუბნება და ხო და რა ბიზნესი სად დაელოდე ბიზნესია და რა წაიკითხე. და როცა იკითხო აზრი გამოიტანე. მაგრამ წაკითხულიდან ხო ვერ გამო. მე კამერა ეს მეხარება. დანახულიდან აზრის გამოტანა და რა წაკითხე. არა, აფხო წაიკითხე. ანუ ეგეც არ შეგვიძლია. როცა წავიკითხე უკვე ვიცი. მაგრამ თქვენ არა ხართ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში. 3 1 0. მე კამერა მეხარება და სტარტას. ეხლა დაიწყო. მოკლედ ეს იყო ფოტოსინთეზი მე თამაში. გეტყვა აფის სესხი და ჯაკიჭვლით. ო რაღაცა წინ ვეძებდი სიტუაციას რა აპის სესხი. მასობაში ამთქვა რა სტარტაპია. მე სპეციალურად დავასწარი ამას, რომ შენთვის დრო მომეცა. მადლობა და მაინც წავაგეთ. სულ შენზე ფიქრობთ. ოკეი. მოკლედ ეს თამაში მოიგო იკომ. და ეს არის კარგი თამაში და ყველას გამოიწერეთ და თუ ცეცხი დაგჭირდეთ ევროკრედიტში მიბრძანდით და ის ესხეთ აი რამდენნაირი სესხი არსებობს. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებული. კლიპსიც გამოიწერეთ სანამ დავთავრდეთ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დავთავრდეთ. ვესტუმრეთ საკაბაბეში. ამით ჩვენი გადაცემა დამთავრებულია. გემში და ერთი კვირით ნახვამდის.